მაგრამ რაღაცნაირად იქნებ ხებიც დავაინტერესო, იქნებ გაუზიარო, რაც მე გავიგეს ხამაც იცოდეს, რაღაცნაირად გადაწყვიტე, რომ იქნებ ხებიც შემოგვიერთდნენ თქო და ესე სპონტანურად დავგეგმო. ხო და მე ნუ ჩანაწერში ხავე. ხო და როგორ არის იცით, აი როცა დაცვით მექანიზმებზე ვლაპარაკობ, აი რომელ პერიოდშია გაჭედილი ადამიანი, ხო, ორალური ფიქსაცია არის, მაგალითად ანალური ფიქსაცია, პლუტონიანური ისტორიებია ჩვენთან. პლუტონი დაზიანებული ეს კონტროლი. ხო, აი ეს მინდა ამაზეც ვიდეოს გავაკეთებ, მაგრამ ძირითადად აი ჩემი კონსულტაციებიც ამაზე არის. რუკაში რო ხედავ ხვდები სად არის ფიქსაცია. მე იქ ნევროტული აშლილობაშია ეს გადასული თუ ნარცისულში არის გადასული თუ ობსესურ კომპულსურში არის გადასული, ამას ხედავთ. და აი მე უკვე როცა მარტივად ხდება დიაგნოზი, თქვათ, ხო, რუკიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ეს ველი არის, მაგრამ არ არის გადასული პათოლოგიაში. აქ დალაპარაკება გვჭირდება ხოლმე როგორც წესი. ხო და აი აქ მინდა ეს ასტროლოგია და ფსიქოლოგია უკვე აი ძალიან ეს მეცნიერულადაც შემოვიტანო. ეს გავაერთიანო, ესე რომ თქვათ რა და ეს ჩემი აზრები არის, ჩემი დაკვირვებები ხარ, რამდენი წელია ხო მუშაობ, ყოველდღე ურთიერთობა მაქვს რუკიდან გამომდინარე ადამიანებთან, გამოცდილებაც ბევრი მიგროვდება და რუკა და ფსიქოლოგია უკვე მეხმარება უფრო მოკლევადაში დავინახოთ ადამიანის სად არის. რა ემოციაში არის, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ახსოვს. და აქ მაინც საჭირო უკვე ფსიქოლოგიის მიმართულება, იმიტომ რომ რას უკეთებთ ამ ყველაფერს, ხო? კარგი, ხა რაღაც ფიქსაციაში ვარ გაჭედილი, მაგალითად, რას ვაკეთებ? იქ უკვე თერაპიულად ხვდები, როგორ დავამუშაოთ. ხო, ხო და ჩვენი საუბრის შემდგომ ახლა მაინც წარვადგენ ქალბატონი ლიკა არის გეშტალტ-თერაპევტი, პრაქტიკოსი, სხვათა შორის ახლა რომ გამოვიდა წიგნი გეშტალტ-ბიბლიის მონაწილეობა მიიღო ამ წიგნის შედგენაშიც, თარგმნაშიც. როგორც ვიცი, მე დისტანცირად ონლაინ დაგესწარით პრეზენტაციაზე წიგნის და ძალიან მოხარული ვარ, ეს წიგნი უკვე შემიძინეს და მიგზავნიან ახლა, იმიტომ რომ თბილისში არა ვარ. ხო და ძალიან ბევრი მომცა გეშტალტმა, მართალი რომ გითხრათ, თუნდაც იმ იდენტიფიკაციაში, თქვათ, ასტროლოგიური რუკა, როგორ დაცვით მექანიზმებში მუშაობს, სად ვართ გაჭედილი, ან ზოგჯერ ხა ნევროტულ აშლილობაზე როცა ვლაპარაკობთ, ხო, რომ ქეკავთ რაღაცას, ოღონდ პრობლემა არ დავინახოთ და აბსოლუტურად სხვაგან ვეწებთ რაღაცეებს, ხო? და აი აქაც ასტროლოგია მე ძალიან კარგად მეხმარება, უფრო მოკლე დროში. მაგალითად, უფრო სიღრმისეულადაც სხვათა შორის, უფრო აი ჩვენთან იშლება კარმა, ჩვენთან იშლება ოჯახური ველი, ოჯახური სცენარები და ცოტა იქითაც იყურება, როგორც იუნგი იყურებოდა ცოტა იქით, ხო? და არა მარტო ბიოლოგიაში და გამარჯობა მაგდა და არა მარტო თქვათ იქ ოჯახური სცენარი, რომ უბრალოდ აი ეს მშობლები, დედა, მამა ესე იქცევდნენ და მორჩა. ასტროლოგია უფრო შორს 10 თაობაზე ლამის იყურება, ხო? და გვაქვს ორი ვერსია, ახლა რატო შესავალს ვაკეთებ ამ ყველაფრის, რომ ვინსთანაც ახლა მე ძალიან დიდი წლები ურთიერთობა მაქვს, ასტროლოგიური საზოგადოება არის, ვისაც აინტერესებს ხო ასტროლოგია. თუმცა მგონია, რომ ფსიქოლოგიის გარეშე ჩვენ ვერ ვიყენებთ ასტროლოგიას ისე კარგად, ეფექტურად, როგორც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. და თქვენთან ფაქტობრივად ფსიქოტიპებს აჩვენებს ადამიანის. ოღონდ დაბადებიდანვე რომ ჩანს ეს, აი რომ ჩვენი დაბადების რუკიდან უკვე ჩანს მომავალი ფაქტობრივად როგორი ფსიქოტიპი განვითარდება ეს ადამიანი, როგორ მოდელში იცხოვრებს. და ძალიან კარგი არის სხვათა შორის, აი ხშირად მოდიან ხოლმე მშობლები ბავშვებზე რომ აკეთებენ რუკას და იქ უკვე ჩანს, რომ აი იქ რაკლია ბავშვს, როგორ შეგვიძლია შეუმსუბუქოთ ამ ბავშვს მდგომარეობა, რომ ტრამვებისკენ არ წავიდეს მაინც და მაინც, ხო? შეუმსუბუქოთ, რომ იქნება ეს ტრამვა, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად უნდა გვესმოდეს ეს, ხო? და პლუს ეს ჩვენ განვითარებს ყველაზე მთავარი. თქვენთან რომ საუბრობდი, ისე კარგად ჩამომიყალიბეთ დაცვითი მექანიზმები, ისე კარგად, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს და მეც მათ შორის, ანუ ფსიქოლოგიაში წავიდოდი, წარმოდგენა არ მქონდა ამ ყველაფერზე.
და აი მინდა რომ ვისაუბროთ გეშტალტ თერაპიაში ძირითადი დაცვითი მექანიზმები რა არის. ამას მე ვთქვათ, მე ვთარგმნი იქ ასტროლოგიურადაც, მაგრამ ფსიქოლოგიას კიდევ უფრო კარგად შლის, იცით? ასტროლოგია ძალიან ზედა სურათით უყურებს ყველაფერს. ზოგჯერ ახლო ფოკუსით საჭირო არის ხოლმე და ეს ახლო ფოკუსი, ეს ფსიქოლოგიური კვლევები კვლევაზე დაფუძნებული თეორიები, ხო? გარკვეულწილად ძალიან გვეხმარება კიდევ უფრო წვრილმანებში ჩავეძიოთ ადამიანის ფსიქიკას. და აი მინდა რომ თქვენ დაგითხოვოთ ასპარეზი. და მოუყვეთ რა არის ფსიქოლოგიაში დაცვითი მექანიზმები. სად ვიპოვოთ ბოდიშით ჩვენი თავი? სტრესში განვიხილავ, რადგანაც გეშტალტ თერაპევტი ვარ. და კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველა შემოგვეცნეთ კიდე ადამიანები მე გახლავართ ლიკა წერეთელი ევროპაში აკრედიტირებული გეშტალტ თერაპევტი და პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი თუმცა ცოტა ხამაკლია უკვე პოზიტიური ფსიქოთერაპევტის რო გავხდე და დღეს ჩვენ ხო ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე ეს არის გეშტალტ თერაპია როგორ უყურებს დაცვით მექანიზმებს თითქოს ეს დაცვითი მექანიზმები ძალიან ისე ჟღერს უცნაურად ყოველთვის უცხოთ, მაგრამ ძალიან მარტივად ვიტყვით ამ ყველაფერს და ძალიან მარტივად ავხსნით. უპირველეს ყოვლისა, მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ გეშტალტ თერაპია მას კიდევ ეძახიან კონტაქტის თერაპიას. და რაში გამოიხატება ეს, რატო არის კონტაქტის თერაპია? იმიტომ რომ გეშტალტ თერაპიის აზრით ადამიანი მაშინ არის ჯანსაღად, ჰარმონიულად სამყაროში, როდესაც მას კარგი კონტაქტი აქვს, ადეკვატური კონტაქტი აქვს როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარემოსთან. და რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი ეს არის საკუთარ თავთან კონტაქტი. ნუ მარტივია წარმოვიდგინოთ, რომ დისკომფორტ განვიცდით, სხეულებრივად, ხო? ჩვენ უნდა მივხვდეთ რა არის ეს დისკომფორტი. ანუ რა მჭირს? თავი მტკივა? გული მერევა? ფეხი მაქვს დაბუჟებული? აი კონკრეტულად რა მაქვს? და ამის მიხედვით მე დავაწყალებ მე გარემოსთან კონტაქტს და გამოვითხოვ გარემოდან იმას, რაც მე მიშველის. თუ მე არა მაქვს საკუთარ თავთან კარგი კონტაქტი და მე ვერ ხვდები რომ ხედავ რომ რაღაცაც უნდა თვარ, მაგრამ აბა რა ხდება ჩემ თავს არ ვიცი, რა მოგთხოვო გარემოს. ხო, რა უშველო საკუთარ თავს. აი დაახლოებით ეს მომენტია. ამას კიდევ ალბათ ნახავთ უამრავი მაგალითი არის ამისი საკუთარ თავთან და გარემოსთან კონტაქტისა და იმისი როგორ არ გვაქვს ხანდახანდა ხშირად კონტაქტი საკუთარ თავთან და შესაბამისად ერთ გარემოსთან და ეს სხვათა შორის გეშტალტ თერაპიულ საზოგადოებაში ძალიან პოპულარულია ეს მუჭა ნახევარას ზღაპარი როგორც კარგი მაგალითი იმისა რომ როგორ არ აქვს ადამიანს არც საკუთარ თავთან არც გარემოსთან ანუ რასაც ეუბნებიან იმას დაიზეფირეს მიდის სიტუაციას არ აკვირდება რა არის და იმას ლაპარაკობს. ანუ არც საკუთარ თავთან, არც გარემოსთან არ აქვს კონტაქტი არანაირი, ხო? ანუ ქორწილში მიდის და ვთქვათ რაღაცა ბოლო ყოფილიყოს თქვენთვის ესაო, თითოეულობაში მიდის და ბოლო ყოფილიყოს ესაო, პატო გასაფლავებაზე მიდის და ესეთი და სხვა მრავალი. ანუ იმის მიხედვით რასაც ეტყვიან წინაზე იმას იმეორებს შემდეგ სიტუაციაში აბსოლუტურად ვერ ერგება გარემოს, ხო? აი არანაირად. აი ეს არის ამ გეშტალტ თერაპიის აზრი ძირითადი ეს არის და შესაბამისად დაცვითი მექანიზმები გეშტალტ თერაპიაში ჩვენ გავარ იმ ხუთ ძირითად დაცვით მექანიზმზე ვისაუბრებთ რაც გეშტალტ თერაპიის მამა ფრიც პერლზმა დაგვიტოვა და ეს არის სწორედ მას უწოდებენ კონტაქტის წვეტის მექანიზმები. ანუ დაცვითი მექანიზმი არის კონტაქტის წვეტის მექანიზმი. ფაქტობრივად, ანუ როგორ ვიქცევით ჩვენ რაღაცა სიტუაციებში ავტომატურად
პატერნებით რა გვერდება. როდესაც ამ სიტუაციას როდესაც ჩვენ კი არ ვაცნობიერებთ და არ გვინდა რომ შევხვდეთ ამ სიტუაციას, რომ ახლოს მივიდეთ და ვნახოთ რა ხდება, არამედ პირველივე შეხედვიდან ვატყობთ რომ ვაი რაღაცა საფრთხეა ჩემთვის და მერტება ავტომატურად კონტაქტის წყვეტა ამ სიტუაციასთან და აი როგორ ჩამერტება ეს კონტაქტის წყვეტა, რა შვებას, რა პატერნს ვუხმობ, ხო, რა პატერნს ვიყენებ, ან რა შვებას ვიყენებ კონტაქტის შესაძლებლად. აი ამას სწორედ ეს არის ეს დაცვითი მექანიზმები. კონტაქტის წყვეტის მექანიზმებია. თუმცა გეშტალტ თერაპიაში ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ მაგალითად ანა და სერჟ კინგერმა უთქვეს, რომ დიახ, ეს არის კონტაქტის წყვეტის მექანიზმები, მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყენებთ მათ თავაზრებლად, ავტომატურ რეჟიმში, გაუცნობიერებლად, მაგრამ თუ კი ჩვენ გაცნობიერებულად ვიხმობთ რომელიმე მათგანს, სწორედ იმიტომ, რომ შევხედეთ სიტუაციას, გავაცნობიერეთ და მივხვდით, რომ აი აქ უკეთესი იქნება აი ასე მოვიქცე. ეს შემოქმედებით მორგებას რო ეძახით, ხო მე? შემოქმედებითი მორგება. მე მქონდა თქვენთან თერაპია ზუსტად ამაზე. ერთი და იგივეს რო ვაკეთებდი სხვადასხვა სიტუაციებში, იგივენაირად მწყინ და იგივენაირად და უცებ მოხდა კაპი და უცებ დავინახე, რომ აქ რაღაც სხვა სიტუაცია შევაფასე გარემო. მივხვდი, რომ აქ საერთოდ მე სხვა მოლოდინები მაქვს და აქ სხვა სიტუაცია არის. გადავალაგე და უცებ მივხვდი, რომ არც მწყინს, არც განცდებში ვარც არაფერი, ოკეი, მივიღე და თქვენ ვითხარით, აი ეს არის შემოქმედებითი მორგება. იმიტომ რომ შემოქმედებითი მორგება და ჩვენ ვისწრაფით შემოქმედებითი მორგებისკენ გეშტალტ თერაპიაში. იმიტომ რომ როდესაც მე შემოქმედებითად ვერგები სიტუაციას ან რაღაცა მოვლენას, ასეთ მაშინ გურძნობ კარგად თავს და მაშინ ვარ ადეკვატურ კონტაქტში გარემოსთანაც და საკუთარ თავთანაც. რა თქმა უნდა და ამისი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გაცნობიერება. თუ კი ჩვენ აი ნახეთ, რასაც ჩვენ არ ვაცნობიერებთ, ის გვმართავს. როდესაც ჩვენ ამის გაცნობიერებას ვიწყებთ, მაშინ ჩვენ გვმართავს უკვე ამას. ასე რომ გაცნობიერება ეს არის პირველი ნაბიჯი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მართვისკენ, ხო? და მაშასადამე ადეკვატურად ყოფნისკენ საკუთარ თავთან და გარემოსთან. ხო, ეხლა მართლა ნახოთ რა არის ეს მექანიზმები, რომლებიც სხვადასხვაგვარად იმის და მიხედვით, გაცნობიერების თუ გაუცნობიერებლობის მიხედვით სხვადასხვაგვარად მოქმედებს. მოდით ნახოთ. პირველი ეს არის ინტროექცია. რა არის ახლა ეს ინტროექცია? ინტროექტები ეს არის ის აზრები, შეხედულებები, რაღაცა მახასიათებლები, რომლებიც ჩვენ ჩაგვიდეს და რომელიც ჩვენ გადავყლაპეთ გაუცნობიერებლად. ეს ყოველთვის ხდება ბავშვობაში და იმ პერიოდში სხვადასხვა ეს პრინციპში ჯანსაღი მოვლენაა. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვართ პატარები, მშობლები გვასწავლიან, იმიტომ ჩვენ არანაირი ახალმოვლენილები ვართ ამ ქვეყნად და მშობლები გვასწავლიან, როგორ უნდა მოვერგოთ სოციუმს, როდის რა უნდა გავაკეთოთ, ხო? აი ეს ელემენტარული წესები, ეს ყველაფერი არის ინტროექტები. რასაც ჩვენ აი პირდაპირ გვაძლევენ გადასაყლაპად და რასაც ჩვენ პრინციპში ვყლაპავთ, ზუსტად ისე როგორც ამას გვაწვდიან, იმიტომ რომ სანამ ჩვენ პატარები ვართ, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ გავსაჯოთ. რამდენად სწორია ის, რასაც მშობელი მაწვდის, კარგი, ჩვენ არ ვამბობთ სხვა ელემენტარულ წესებზე სოციუმში ყოფნაზე, მაგრამ ამას კიდევ სხვა რაღაცები მოყვება. ჯერ წესები მერე მოყვება რაღაცა ღირებულებები, ფასეულობები, შეხედულებები, ნელ-ნელა ეს რაც უფრო იზრდება ბავშვი, მშობელიც მას უფრო რთულ რაღაცებს აწვდის.
და ეს ყველაფერი ინტროექტების სახით ილეგება ჩვენს შიგნით. როგორც აი ორგანიზმში ჩადის საჭმელი, ასევე ეს ილეგება ჩვენ ფსიქიკაში. და აი ჩვენ რო ვამბობთ ხოლმე, რომ გადამავალი ასაკი, ხო, პუბერტატის ასაკი, ეს არის ძალიან რთული აჯანყების ასაკია, როდესაც მოზარდი ესეთი ასე ვთქვათ, წინააღმდეგობაში მოდის თავის მშობლებთან, წინააღმდეგობაში მოდის სოციუმთან. ეს ფაქტობრივად არის ძალიან ჯანსაღი პროცესი. რატო? იმიტომ რომ ამ პერიოდში მოზარდს უვითარდება უკვე საკუთარი აზროვნება, საკუთარი შეხედულებები და ის უკვე გადარჩევაშია. აბა, რა მითხრას მშობლებმა, ეს რამდენად ჩემია? ჩემია, თუ ჩემია ვიტოვებ. თუ არ არის ჩემი, მე ამას ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ასე ვამბობ, რომ განმოვაფრთხებ და დავტოვებ. ამოვიღებ ორგანიზმიდან და დავტოვებ. და აი სწორედ ეს არის ხოლმე, რაც არის საკმაოდ და თან ბოდიშით საინტერესო ის არის, რომ წინ ეს ინტერაქტები ეს არის შემოსული წინა დროიდან, რომელიც იცვლება მერე დრო და უკვე აღარ ხდება ისეთი საჭიროება, ხო, ამ ინტერაქტის და მან მოდის ბრძოლაც. არა მარტო ჩვენ ინდივიდუალიზმთან, გარემოსთანაც. ხო, ან მე ხვდები, რომ რაღაც არასწორად ჩამაწოდეს რა. არ ვეთანხმები იმას, რაც ჩამაწოდეს. აი, არ ვეთანხმები. ნუ, სიტყვაზე მაგალითად, აი ესე ვთქვათ, რომ სულ მესმოდა სახლში მშობლებისგან, რომ გაყრა, არა. გაყრილი და ქმარს გაცილებული ქალი. და მე ვიყურები გარემოში უკვე მაქვს მაგალითები, ხედავ და ვამბობ, როგორ გეკადრებას მეგობრებო. თუ კი არ არის ქალი კარგად ამ ვთქვათ თავის პარტნიორთან და თავის ასე ვთქვათ ქორწინებაში, უნდა გაცილდეს, მაგრამ უნდა ქნას და უნდა იცხოვროს თავისუფლად და უნდა იცხოვროს ისე, როგორც თვითონ გაიხარდება, როგორც თვითონ იქნება ბედნიერი იმ ცხოვრებით, რაც მას ბედნიერებას, კმაყოფილებას და სისწრაფეს მოანიჭებს. აი ეს უკვე ხედავთ, უკვე ეს კონცეფციები რაც მშობლებს აქვს და რაც უმესმოდა და ასე ვთქვათ მატენიდნენ და შენი პირადი შეხედულება, როდესაც ვამბობ, არა, მე ამას არ ვიტოვებ. არა. მე ამას ვტოვებ. აი ეს არის, აი ეს ინტროექტები, რომელთაც ხშირად ვართ დატვირთულები. ბოდიშით ერთს ჩაგეჭრებით, ბოდიშით. ნახეთ, კიდე ამ ინტროექტებს აქვს ერთი პრობლემა, რომ მერე ის ხმა, მშობლების ხმა ჩვენშიც ხდება და ზოგჯერ საერთოდ შიდა ბრძოლა მიდის ამ ინტროექტებთან. საერთოდ გარეთ არაფერი არ ხდება, მშობლებს მე არ უჯანყდები, მაგრამ შიდა კონფლიქტი ჩახდება. ერთ-ერთი უნდა, ნამდვილმეს ერთი უნდა და იქ დასწავლილი ინტროექტი ებრძვის მეორე მეს. და ნევროტულობამდე გადადის, ხა ეს ხშირად, რომ ნევროტულაშულობამდე იმ ადამიანებთან ხდება ძალიან ხშირად, რომლებიც ამ პუბერტატის პერიოდში არ ეჯანყდნენ და არაფერი არ იქნეს. და არ გამოხატავდნენ ამას, ხო? აი არ გამოხატავდნენ ასე მძაფრად და არ ამბობდნენ. და დაიტოვეს ეს ყველაფერი, ოღონდ მე ეს უკვე მიდის შინაგან კონფლიქტამდე, იმიტომ რომ ის ხმა გეუბნება ერთს და შენი შინაგანი ხმა, შენი მე გეუბნება აბსოლუტურად მეორეს და მე უჭირთ ხოლმე და შემდეგ მოდიან ხოლმე თერაპიებზე და აი აქ უკვე ჩვენ ვარჩევთ ხოლმე იმას, აბა რა არის აქ შენი, შენ რომ ასე იქცევი და ამას აკეთებ, რა განაპირობა ეს? რა განაპირობა შენი ასეთ იქცევა? ვინ ჩაგაწყვეტა, როდის მოხდა ამის ათვისება, ხო და შენ რა გინდა რეალურად? და შეიძლება არც არავინ არ თქვა, უბრალოდ გარემო იყო ისეთი, რომ მე აღვიქვი როგორც მენა წარმოდგენა ინტროექტი, რომ ის გარემო ესე აზროვნებდა და მე დავაკოპირე, შეიძლება არც არავინ არ მასწავლიდა, მაგრამ ჩემთვის მოდელი ცხოვრების ეს რასაც ოჯახში ვისმენთ, რასაც გარემოში ვისმენთ, გარკვეულწილად ეს და განსაკუთრებით ოჯახში ეს ინტროექტების სახით შემოდის. თავი არის, რომ ჩვენ გავარჩიოთ ეს
აი მე ჩემი მიდგომა როგორია, მე რას ვეთანხმები. სად არის ის წერტილი, სადაც მე ვარ ჰარმონიაში, როგორც ზელანდს აქვს, ხო? ჰარმონიაში მაშინ არის ადამიანი, როცა სული მღერის და გონება სიამოვნებისგან ხელებს იფშუნებს. ხო? აი ეს როდესაც არის სად არის. როდესაც რა ხდება. ეს თვალსაზრისი თუ ეს თვალსაზრისია. აბა სად არის ჩემთან ეს ჰარმონიული განცდა. როსული მღერის და გონება სიამოვნებისგან ხელებს იფშუნებს. ხო? აი ესეთი რამ არის და აი ეს იმ პროექტები ეს არის უპირველესი რაც ჩვენ გვხდება, იმიტომ რომ ეს ცხოვრების დასაწყისიდანვე მოგდებს ჩვენ ჯერ ჯანსაღი თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ რო არ გვასწავლონ მშობლებმა, ჩვენ ვერ ავუღებთ თავს ამ სამყაროს, მაგრამ ეს შეიძლება შემდგომ ასე ვთქვათ, ღირებულებების შემოსვლით, ფასეულობების შემოსვლით, რაღაცა მახასიათებლების შემოსვლით უკვე პრობლემად იქცეს, ხო? და უნდა გამოვადიფერენციროთ, სად ვართ ჩვენ, სად არის ჩვენი შეხედულებები და სად არის ის სხვა, რომელიც მე არ მერგება. ეს რაც შეეხება ინტროექციას. ეხლა კიდევ არის რა? პროექცია. პროექცია რა არის? პროექცია არის, როდესაც მე აი ის თვისებები, ის მდგომარეობები ჩემი, რაც ჩემთვის არის მიუღებელი, ხედავ სხვებში და ვაბრალებ სხვებს. სინამდვილეში ჩემია და მე ამას პირდაპირ ვაპროეცირებ, ანუ ვხედავ სხვებში. ეს ხშირად ყოფილა, რომ მაგალითად მოსულა კლიენტი და ვთქვას, რომ ვაიმე ისეთ შურიან ხალხთან მაქვს საქმე. და მე იწყებს მოყოლას და როგორ ხედავ, რომ თვითონ არის ამ შურით მოცული. ვიღაცებთან აი ვერ არის კარგად, იმიტომ რომ მათი წარმატება, მათი კარგად ყოფნა ცუდად მოქმედებს მასზე. მოდი ესე ვთქვათ, ხო? შურიას მწუხარება ის თვისაკეთილზე, ხო? აი დაახლოებით ესეთი მდგომარეობა აქვს. ანუ ეს არის ზუსტად ის, როდესაც ის რაც ჩემშია, ანუ მე ვარ ამ მდგომარეობის ემოციის აი ამას ვხედავ სხვებში და ვაპროეცირებ ამას სხვებზე. ეხლა ჯანსაღი თვალსაზრისით პროექცია რომ არ იყოს, ვერც მაშინ გავიხარებდით, იმიტომ რომ პროექცია ძალიან ეხმარება შემოქმედებით ადამიანებს. პროექცია რომ არ იყოს, ვთქვათ, მწერლები შეიძლება ისე კარგად ვერ დაწერდნენ თავს ნაწარმოებებს, მხატვრები ასე კარგად ვერ გადაიტანდნენ ტილოზე იმას, რაც მათ შიგნით არის, იმიტომ რომ ეგ არის პირდაპირ ესე გადატანა, ხო? ვერ გააკეთებდნენ ამას და თავის სამყაროს ერთი სიტყვით ვერ ასახავდნენ გარეთ გარკვეულ სიფრთხეებზე თუ სივრცეებზე. ასე რომ პროექცია დადებითი კუთხით არის სწორედ ის, რაც შემოქმედებით ადამიანებს ძალიან ჭირდებათ. მაგრამ ცხოვრებაში, მაშინ, როდესაც ჩვენ შეუგნებლად, ასე ვთქვათ, არაცნობიერად გადავდივართ ამაზე, ეს რა თქმა უნდა ძალიან ხელის შემშველია. რამდენადაც გაცნობიერებული პროექცია შემოქმედებით პროცესში გვეხმარება, იმდენად გაუცნობიერებელი ეს მექანიზმი, ნამდვილად კონტაქტის წყვეტის მექანიზმად შეიძლება რომ განვიხილოთ. სხვა შეიძლება ბოდიში ჩაკეტილი. არა მარტო უარყოფით ვარიანტში, არა მარტო ის რომ ვთქვათ, არის ყველა შურიანი ყავს. ყოველი ესეთი ადამიანებიც, რომლებიც არა, ის ხომას ვერ იკადრებს. თვითონ როველი კადრებს აპროეცირებს ამას სხვაზე და ხანდახან ისეთ უღირს ადამიანზე რომ წარმოგენას კი ძნელია. ეს პროექცია, ხო? მე ვარ ვიკადრებ. ეს აღნიშნავს რომ სხვა იკადრებს.
ხო ყველა კარგია ყველა ის მტკეთილი უნდა იყოს ყველა პოზიტიური უნდა იყოს და უცებროს რეალობას ხედავ ოღონდ არ ხდება ეს რეალობა უნდა დავინახოთ იქ სადაც სიკეთეა სიკეთე იქ სადაც ასე ვთქვათ პროტექა იქ სადაც გაუგებრობა ხო ანუ ადეკვატურად უნდა და ყველას გვაქვს ესეც უნდა ვთქვათ რომ რაღაც ნაწილები დაცვით მექანიზმების უბრალოდ ზოგი უფრო მეტად არის გამოხატული ჩვენში ზოგი უფრო ნაკლებად მაგრამ ეს პროექციაც ყველას გვაქვს გარკვეულწილად ხო და აი ამ დროს როდესაც ამგვარი აუცნობიერებელი გადატანა ხდება ხო ეს პროცესირება ხდება ახაც უნდა ნახოთ ხო ანუ რა განსხვავებია შენი რომელსაც შენ ვუკლავდები რა ემოციებია რა არ გინდა რომ საკუთარ თავში დაინახო ხო რა არის შენთვის მიუღებელი და ამასთან მუშაობა შემდეგ ნელ-ნელა მისაღებს ხდის და ეს კონტრაქტის წყლების მექანიზმიც ნელ-ნელა უკანა პლანზე იწევს და ნელ-ნელა ხრება ეს პროექცია ხო კი ბატონო ეხლა კიდევ არის რეტროფლექსია რა არის რეტროფლექსია? რეტროფლექსია არის როდესაც ჩვენ აი ის ჩვენი აზრი, ემოცია, სათქმელი, კიდაც აგრესია, რომელიც უნდა მივმართოთ გარეთ კი არ მივმართოთ. შიგნით მივმართოთ. ანუ ხლაპავთ მაგალითად ყავს ისეთი უფროსი სამსახურში, რომელიც მუდმივად სულ რაღაც შენიშვნებს მაძლევს, სამართლოდ მეკცევა და ის მაგივრად რომ მე ხმა ამოვიღო და ეს თქვა მე ამას ვყლაპავ. არ ვიცი, იქ გამართლებების წარმოება რა თქმა უნდა არ ვარ კონფლიქტური ადამიანი, არ შემიძლია რომ კონფლიქტში შევიდე, არა. იმისთვის რომ თავი დაიცვა, სულაც არ არის საჭირო კონფლიქტში შესვლა. ამისათვის უბრალოდ გარკვეული რაღაცების გამოხატვა საჭირო. აქ არ არის საჭირო ჭუბი, არ არის საჭირო კონფლიქტი. აქ არის საჭირო საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აი, როგორ და როდის დააფიქსიროს პოზიცია, ეგ თუ იცი. ეგ უკვე შესაძლოა იყოს რეტროფლექსიის შემოქმედებითი გამოყენება, რატომ? ნახეთ, მე თუ გარკვეულ სიტუაციაში მითხრა რაღაცა ცუდად ჩემმა უფროსმა და მე ვხედავ რომ შევხედე ეს არ არის ის სიტუაცია, სადაც ახლა კარგი იქნება ჩემი სათქმელის თქმა. მაგრამ მე გადავწყვიტე, ანუ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო გაცნობიერებული, რომ აი ეხლა ამ წუთში არა. მაგრამ მე მაგალითად წავედი სახლში და დავჭირდა მიწერე მეილით, ან მეორე დილით მივედი და დედაყეთ ვნახე და უთხარი რომ იცი რა, აი ესე და ესე. აი ეს უკვე არის შემოქმედებითი მორგება, როდესაც მე ვიცი როდის რა გავაკეთო, როდის გადამყლაპო რაღაცა, როდესაც მოდის გამახიზიანებელი გარეკან. და ძალიან ხშირად სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ძალიან დიდი თქვათ დამცირების ბულინგის შემდეგ აი ესეთი ადამიანები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ეს ავტომატურ რეჟიმში რეტროფლექსიის ჩართვა, ანუ მათი დაცვითი მექანიზმი არის რეტროფლექსია. ხშირად თვითდაზიანებებსაც მიმართავენ და იმიტომ საკუთარ თავს იდამშაულებენ ბევრ რამეში და ყველაზე უკიდურესი აზეომა რეტროფლექსიის ასეთ შემთხვევაში სუიციდიც კი არის და ყოფილა ესეთი შემთხვევები. სხვათა შორის ჩემი წამყვანი დაცვითი მექანიზმია რომ დავიწყეთ იდენტიფიკაცია რეტროფლექსია არის და ჩვენ მაგას პლუტონურ ენერგიას ვეძახით ასტროლოგიაში. პლუტონიანელების მეორე ფონი ეს არის უფრო რეტროფლექსიის ხალხი, ესე რომ ვთქვათ. გამოხატული პლუტონის დიდი შეკავებული ენერგია.
და დიდი შეკავებული ემოცია და შაკიკები ძალიან ხშირად მაქვს და მივხვდი რომ ეს შაკიკის მიზეზი რეტროფლექსია არის. და ხშირად მე ვისაც მუშაობდი შაკიკის პრობლემა ვისაც აქვს ან რაღაც სხვა პრობლემის რეტროფლექსიაში არიან გაჭედილები. და არა მხოლოდ ხალხო მერტმა დაგიფაროთ სიყვარულს, მაგრამ რეტროფლექსია ანუ აი ამის დაგროვება, ხო? აი მინდა ვთქვა და გადავყლაპე, დაგროვდა და მერტმა დაიფაროს ისეთი ეკოტონური ისტორიებია ჩვენ მართოს ადამიანს მერტმა დაიფაროს ონკოლოგია ეგეც შეიძლება დაემართოს ეკოტონური ისტორიებია ჩვენთან და რეტროფლექსია ძირითადად მაგის მიზეზი ხოლმე ამიტომ მუშაობთ ხოლმე გამოხატვაზე აბა როგორ შეგიძლია შენ რომ შენ აი ახლა რასაც გრძნობ ის თქვა და შენ თუ არ გადაყვაყავ შენაც დაგიგროვდება ეს ყველაფერი და ყოველ იქიდან წამოსულ გამაღიზიანებელზე შენ შესაბამის პასუხს გასცემ მშვიდად წყნარად და შენ დამტკიცეთ ანუ საერთოდ ასაღელვებელიც არაფერი არ იქნება არაფერი აბსოლუტურად. არის კიდე როგორი რეტროფლექსია, იცი? ხო, გამოვაგარეთ, სწორია. არის ასევე რეტროფლექსია ჩემი დაკვირვებით, არა მარტო აგრესიული ფონზე, ზოგი მაგალითად ვერ გამოხატავს თავის ცხოვრებას. რაღაცა არის მისი მიზნები, მისი რაღაცა ესეთი ოცნებები და ჩაკეტილი აქვს და ცხოვრობს ხვების ცხოვრებით. ესეც დავინახე, რომ რეტროფლექსიის ენერგია დევს არა აგრესია, არამედ პირიქით თვით გამოხატვა ვერ შევძელი. იმიტომ რომ მე მაშინ კონფლიქტში უნდა შევიდე გარესამყაროსთან. აი კონფლიქტში შესვლა გარესამყაროსთან. იგივე შეიძლება კონფლიქტი იყოს, რომ უბრალოდ ჩამოვიშორო კონკრეტული ადამიანები ან ბრძოლით გავიტანო ჩემი მაგალითად ქალს რომელსაც უნდა რაღაც ხატვარი გახდეს და ოჯახი უბნება რომ შენ სამედიცინოზე უნდა წახვიდე და მიდი სამედიცინოზე სიტყვაზე ხო? აი მაგ რეტროფლექსია მიდის. ინტროექტი და თან ინტროექტია, თან ეს ვერ პასუხობს და ყლაპავს ანუ რეტროფლექსიაშია, ხო? თან ინტროექტია, თან რეტროფლექსიაშია, იმიტომ რომ არ პასუხობს ამას. ხო და ეს ზოგჯერ ეგ არის რომ შეიძლება ეს აგრესია არის იმ კუთხით რომ მე ვერ წავედი იმ ცხოვრებით რომელიც მინდოდა. ხო? იმიტომ რომ მაშინ აგრესია არის საჭირო რომ წავიდე იმ ცხოვრებით რომელიც მე მინდა და აგრესიის მეშინია. ჯანსაღი აგრესია, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ აგრესია არა დესტრუქციული ჩვენ არ გვჭირდება დესტრუქციული აგრესია, საერთოდ არ გვჭირდება. მაგრამ კონსტრუქციული აგრესია ნებისმიერი რაღაცა არის, იცით? აგრესია არის ვაშლს რო კრიჩავ, ესეც აგრესიული ქმედებაა საბოლოო ჯამში. ამიტომ ვამბობთ კონსტრუქციული აგრესია და ის კონფლიქტი, რასაც ჩვენ კონფლიქტს ვეძახით, ეს არ არის და ძირითადად ჩხუბს მივაწერთ ხოლმე და დაკარაკას. არ არის აუცილებელი ეს იყოს ჩხუბი. კონფლიქტი არის აი სხვადასხვა აზრის ერთმანეთთან შეჯახება, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი იყოს მაღალყურადღებოში, არ არის აუცილებელი იყოს აგრესიით, ეს არის საკუთარი აზრის დაფიქსირება რაღაცის საწინააღმდეგოდ. ხო? ორი აზრი ერთმანეთს ხდება, ან ერთვება ერთმანეთს ეჯახება, მაგრამ არ არის სავალდებულო რომ სამწუხაროდ სასიცოცხლოდ შეეჯახოთ ერთმანეთს ადამიანები. აზრები ეჯახება ერთმანეთს, ხო? შემდეგ ხო, აი ეს რეტროფლექსია ძალიან გასამახვილებელია ყურადღება, იმიტომ რომ სუიციდამდეც შეიძლება მივიდეს, ანუ ძალიან ძიმე ფორმაში უკვე რო გადადის. ძალიან ძიმე ფორმაში, კი. და ჯანმრთელობის, ახლა ჯანმრთელობა როცა ზიანდება, ტიპიური რეტროფლექსია არის. აუცილებლად, კი, იმიტომ რომ დაგროვილია. ხო, ნაკლაპია ქვევრი. ის რაც უნდა გამოეხატა და ანუ აქ უკვე ინტროექციაზე კი არ არის საუბარი რომ ვიღაცების ყლაპარը კი უნდა რომ გამოეხატა და ვერ თქვა გადაყლაპა არ შეეწინააღმდება ეს რეტროფლექსია განახორციელა ხო
შემდეგ დეფლექსია ეს არის როდესაც მე არ ვუყურებ და ვალიდებ თავს და თვალს და მზერას იმას რაც მე განსაკუთრებით მაინტერესებს და რაც არის ჩემი ინტერესის განსაკუთრებული საგანი ეგ არის იცი ბავშვობიდან მოდის ხოლმე ყველას ჰქონია რაღაცა რომ მოგწონებიათ ან ვიღაც მოგწონებიათ ან რაღაც მოგწონებიათ მიშტერები ხარ და მშობელი გეუბნება რატო აშტერდები არ მიაშტერდე უზრდელობა და ჩვენ ვსწავლობთ იმას რომ რაც მაინტერესებს იმას რომ შევხედო და თვალი მოვარიდო და ეს როდესაც ძალიან ასე ვთქვათ მაღალი მაღალობაზეა გამომშალებული ანუ მშობლების დიდი სიმკაცრე ამასთან მიმართებაში და არა მარტო ამასთან ეს ხდება ხოლმე უკვე დეფლექსიის ჩართვა და ასეთი ადამიანები როდესაც სესიაზე მოდიან ყველაფერს ველაპარაკობენ ყველაფერს მიემოდებიან გარდა იმისა რაც რეალურად მათთვის მნიშვნელოვანია აი ეს არის ძალიან შესამჩნევი მეც კლიენტებთან მაგას ხედავ ხოლმე და მე ის იწყება ცოტა ის ჭიდილი იწყება რომ კონკრეტულად დავინახოთ სად ვართ ეხლა და რამაც უხეს რატომ მოვედი საერთოდ კი და საერთოდ რა ხდება და ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა იმიტომ რომ ადამიანი ვერასდროს ვერ ახდენს იმაზე კონცენტრირებას რაც მას რეალურად აინტერესებს და აი აქ უკვე თერაპია იმაში მდგომარეობს რომ კონცენტრირებას სწავლობს ერთ კონკრეტულ რაღაცაზე ანუ გადავა რაღაცას სხვაზე თერაპევტი მოაბრუნებს არა აი ამაზე მელაპარაკე აი ეს მითხარი ეგ ჩვენთან ურანული ენერგია არის ხა ვინც სენელები ვყავს იმათთვის ამბობ ფოკუსი არ ყავს არაფერი გარბი ვართ სადღაც აზრებში ვართ სადღაც ფოკუსის ბეშინია ეგ ურანული ტიპაშია ზუსტად არ ფოკუსირდები თუმცა აი ჯანსაღი მიმართებით ჩვენ თვითონ ჯანსაღი მიმართებასაც ვამბობ რეტროფლექსიაზე ხო თქვენ როდესაც მე შემიძლია რომ განსაზღვრო როდის გადავკლავო მაგრამ როდის ვუთხრა და ახლა გაცნობიერებლად აქაც დეფლექსიას ძალიან ხშირად მაგალითად იყენებენ პოლიტიკოსები როდესაც ძალიან ისეთ მძიმე მოწინააღმდეგესთან უხდებათ მოლაპარაკებები და მათ იციან რომ აი ეს რაღაცა ერთი განსაკუთრებით მწვავე საკითხის წინ წამოწევა საერთოდ არაფერს არ მოიტანს ამიტომ ამას ადეფლექსირებენ იწყებენ ისეთი საკითხებიდან სადაც მეტნაკლებად დარწმუნებულები არიან რომ რაღაცას მიაღწევენ რომ იქნება გარკვეული კომპრომისი აი ამ საკითხში კომპრომისი შესაძლებელია და ამას მაინც გავაკეთებთ და აი ის მწვავე შეგრებულად ადეფლექსირებენ და ამას თავისი შედეგები მოაქვს იმიტომ რომ მოვიცადოთ სანამ მომწიფდება ის და იმდენად მომწიფებული იქნება და სხვა კომპრომისები იქნება მიღებული და მერე გადავიდეთ უკვე ამაზე მერე დავფოკუსირდეთ ამ საკითხზე ჩვენ პოლიტიკა განსაკუთრებით დეფლექსიაშია მთლიანად ყველაფერზე ლაპარაკობენ იმის გარდა რაც მნიშვნელოვანია კი ასე რომ აი ეს არის დეფლექსია და ბოლო არის ხუთიდან კონფლუენცია ეს არის შერწყმა ხალხო ეს შერწყმა რომელიც გულისხმობს ძირითადად რას რომ მე იმდენად შერწყმული ვარ ადამიანთან რომ დაწყებული მაქვს სად თავდები მე და სად იწყება ის ეს ვიცით როგორ ყველაზე კარგი მაგალითი არის ეს ცოტა ესეთი ანეკდოტური ჩვენ სკოლაში წავედით დედარომს ხო ნეროვის რა ქვია როდესაც ეზოში ჩასულ ბავშვს დედა ეძახის და ეუბნება ამოდი და ბავშვი იქიდან ეკითხება რა იყო დედა მშია არა ცივა აი ეს არის კონფლუენცია როდესაც დედა უწყვეტს იმდენად არის შესული აი საზღვრებში რომ
ისე უნება ჭია, ქცევა არ არის შეგრძნება, რომ მე ვარ ცალკე ადამიანი და ის მეორე არის ცალკე ადამიანი. სრული შერწყმარი, არ არის სასწავლები ადამიანების. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე კონფლუენციები დედაშვილებს შორის ხო საერთოდ პარტნიორებს შორისაც ხდება. პარტნიორებს შორისაც ხდება. ეხლა დედაშვილებს შორის რა ხდება ხალხო? ანუ ჯანსაღი არის ის კონფლუენცია დაბადების შემდეგ პირველი წელი, პირველი 2 წელი და მე ნელ-ნელა ბავშვი ხო სწავლობს თავისი რაღაცების კეთებას და უკვე ნელ-ნელა ეს დიფერენციაცია ხდება და ნელ-ნელა საკუთარი სასწავლებელი, დედის სასწავლებელი, მაგრამ ის პირველი პერიოდი სრულიად ჯანსაღია, ეს უნდა იყოს კიდევაც ეს კონფლუენცია, ხო? საჭიროც არის, სხვაგვარად ვერ იქნება. მაგრამ როდესაც უკვე ჩვენ კონფლუენცია გვაქვს დასრულ ადამიანთან, იქნება ეს შვილი, თუ იქნება ეს ჩვენი პარტნიორი თამაშეთ, როგორც სწორედ თქვი. ხშირად ხდება ეს და სხვათა შორის მე მინდა ესეთი მეტაფორა გაგიზიაროთ პარტნიორებთან დაკავშირებით, მეუღლეებთან, პარტნიორებთან სულ ერთია ხო დაკავშირებით. ეს წლების წინ ამოვიკითხე სადღაც უკვე აღარ მახსოვს ისე მომეწონა რომ ამას ვიყენებ ხოლმე ყოველთვის რომ აი ძალიან ბევრ კულტურაში და მათ შორის ჩვენს კულტურაში ხშირად ესეთი შეხედულებაა რომ აი რა არის პარტნიორობა, რა არის ქორწინება, როდესაც აი წარმოვიდგენთ სიმბოლურად რომ ერთი ადამიანი არის ერთი ანთებული სანთელი, ხო? აი, ორი ანთებული სანთელი გვაქვს და როდესაც ესენი შეუღუდებიან, ან ერთად არიან, всё, ეს ორი სანთელი იქნება და აინთება ერთი საერთო. აი, ეს არის კონფლუენცია. მაგრამ რა არის ჯანსაღი ურთიერთობა? როდესაც ორი სანთელი ანთებული რჩება და ინთება კიდევ ერთი დამატებით საერთო. ყველას თავის საზღვრები აქვს, როცა საჭირო არის იქ ერთიანდებით, როცა საჭირო არის იქ შორდებით. სადაც ჩვენ გვაქვს ის სივრცე, აი საერთო სივრცე, საოცარი, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვზიარებთ ყველაფერს. მაგრამ ჩვენ ვრჩებით საკუთარ თავებად, პიროვნებებად, საკუთარ ინტერესებით. საკუთარი საქმიანობით, საკუთარი ჰობით, საკუთარი გატაცებებით ვრჩებით და გვაქვს ის სივრცე, სადაც ერთმანეთს ამ ყოველივეს ვზიარებთ. და ვართ harmonიულად და ყოველთვის ეს საუკეთესოა, იმიტომ რომ თუ კი ადამიანები ვითარდებიან, ორივე პარტნიორი ვითარდება, ეს არის ხანგრძლივი და ძალიან შედეგიანი, გრძელვადიანი პარტნიორობის პირველი, ასე ვთქვათ, წინაპირობა. იმიტომ რომ როდესაც არ ვითარდებიან პარტნიორები, ერთი ვითარდება, მეორე ადგილზე რჩება. ეს უკვე და წარმოიდგინეთ ერთი აი მე რასთან მაქვს ხოლმე ხშირად იცით შეხება აი რომ მოდიან მაგალითად გოგოები ჩემთან და აი პირად ცხოვრების პრობლემა აქვთ ხო და არის ზუსტად ის მომენტი რომ რეალიზებულიც არ არის ხალი თვითონ სურს კონფლუენცია პარტნიორთან მაგრამ ის პირადი სივრცეც ისეთ სივრცეც არ აქვს სადაც ერთმანეთს შეხვდებიან და როგორი სიცარიელი არის ხო ხდებით რომ მე ჩემ თავში სიცარიელი მაქვს და პარტნიორში სიცარიელი მაქვს და დასაყრდენი აღარ არის საერთოდ სწორია და მე რომ მე ჩემთვის ვიყო ჩემითგან ვითარდე მაშინ კონფლუენცია უნდა მოხსნა ხო არ უნდა ვიყო ესე მიჯაჭვული პარტნიორზე იმიტომ რომ ვერც იმას მაძლევს მე უნდა შევიგრძნო მე ვინ ვარ ანუ ჩემი უნდა შევიგრძნო მე სად ვარ სად ვიწყები სად ვთავდები რა არის ჩემი საჭიროება ამასთან უნდა ვიყო კონტაქტში ხო ჩემს საჭიროებებთან როგორ იყო ჩემს საჭიროებებთან როცა მე შევწმული ვარ ვიღაცასთან და იმის საჭიროებებს განვიხილავ ჩემს საჭიროებებად კონფლუენციის დროს კლიენტები ყველაზე მეტად ხმარობენ
ეგრევე ეყობათ ნაცვლად სახელი ჩვენ. ჩვენ სულ ჩვენ ვართ. სულ ჩვენ. და აი ამაზე მუშაობა სწორედ ისე ხდება რომ სულ ვეუბნებით აბა მეზე მითხარი რამე. მე საგალი. მე რა უნდა სხვადასხვა ზუსტად ისევე როგორც პროექციის დროს ან როცა სხვას ვაბრალებ ხო რაღაცას იქ ნაცვლად სახელები არის ისინი სულ მე ასე არ არის ისინი აი ის ასე იქცევა ისინი ასეთები არიან მე იქ არ ფიგურირებს და ზუსტად ასევე ვეუბნებით რომ აბა მე სად არის მე რა განიცდი სხვადასხვა არის ბოდიშით რომ მოდიან ხოლმე თქვათ უნდათ მეუღლეზე რუკის გაკეთება და საინტერესო რა არის ხოლმე იცით როგორც კი ნუ ისე აი ამ კონფლუენციის მაგალითს როგორ ისხმობ რა აი როგორ არის ისეთ მოდის მეუღლე რომელსაც აი როგორც ბავშვი მოიყვანა თითქოს ისეთი განცდა და აი პასუხისგებლობაც არის ხო რაღაცნაირად თან თითქოს այս კონფლუენციის დროს რომ მე ჩვენ ერთად ვართ და მე უნდა მოვაგვარო ან მაგალითად სხვისი პრობლემები მე უნდა ვატარო ნუ აქ შერწყმაში რაღაც ძალიან ნეგატიური პასუხისგებლობაც არის ხო ესე არის და ძალიან რომ ვიღებ იმ პასუხისგებლობას რომელიც ჩვენი არ არის რეალურად რატო იღებ ხო და აი მანდ მთელი ფაქტიურად თერაპიული შეხვედრა გვაქვს ხოლმე რომ თავი ის არის რომ მისი პარტნიორის რუკიდან გადმორთო მის რუკაზე უი შენ რატო გაქვს მოთხოვნილებები მის რუკაში ესე იყო ჩაფრენილი და ფაქტიურად გადმომყვას ყოველთვის საკუთარ კონსულტაციაზე და მე ხდებია რომ აი პარტნიორი ესეთია მაგრამ რატომ აქ მე ამხელა აქცენტი მან აბაში რა პრობლემა გაქვს და ფაქტიურად თერაპია გამოგვდის ხოლმე თერაპია იმ კუთხით რომ აი აქ აი ამ კონფლუენციაში აღმოჩენს ადამიანმა რომ თვითონ ამ მდგომარეობაში არის რაღაცებსაც გავაბიან საკუთარ თავშიც მან ხო და მაგით უჭირდება მეცხვები კი ეს კონფლუენცია საკმაოდ რთული სამართალია იმიტომ რომ ძალიან რთულია ადამიანმა დაიწყოს საკუთარი გამოვიდეს იმ შერწყმიდან და საკუთარი თავის შეგრძნებები აღადგინოს როგორია ეს რომ მე ცალკე ვარ აი როგორია ეს ის რა ხშირად ხდება ხოლმე რომ ასეთ ადამიანებს ორში ერთი ან იცი რა აი ორი პოლარობა შეიძლება იყოს შეიძლება მშობლების გახდეს გამოცდილება კონფლუენციის შესაძლებელია და შეიძლება მეორე უკიდურესობა იყოს რომ მშობლები იყვნენ სივები და ამ ადამიანს გაუჩნდა შიში დაკარგვის აი ძვირფასი ადამიანის გაციების და სასწრაფოდ შეერწყმას აი მიტოვების იმიტომ რომ მშობლები იყვნენ სივები აი ესეც შეიძლება ხო სატურნული ენერგია ჩვენთან უფრო ვითომ ხო სატურნი ესე მარტო ხელა ტიპაჟია მაგრამ ეს არის ჩართულობა ნეგატიურ პასუხისგებლობებში რომ მე მარტო ჩემს სიცივესთან დარჩენის მეშინია და ვიღაცები მჭირდება ვისაც პასუხისგებლობებს ავიღებ და ფაქტიურად ჩემია თუ სხვა არის უკვე ეგ ვეღარ ვხედავ და იღებენ საკუთარ პასუხისგებლობად სხვის პასუხისგებლობებს ეს ჩვენთან სატურნის თხისრქის გავლენა არის ხოლმე ესეთი კონფლუენციები და აი ძალიან კარგად ხედავთ ხოლმე რუკაში თქვათ რაც უფრო რომელიც უფრო პლანეტარული ენერგია დომინანტი არის რომელ დაცვით მექანიზმში იმყოფება ადამიანი და ძალიან საინტერესო არის ეს ორივეს კავშირი და აი თუნდაც ეს რომ მოდიან ხოლმე ჩემთან ან თხისრქის ენერგია ან სატურნის ენერგია ან მეათე სახლის ენერგია ჩართული აი ამ შერწყმაში რომ იმყოფებიან და რომ ვიყვები რომ ეს შეიძლება რაღაცა დაცვის მექანიზმები რომელიც მარტო ერთი კი არ არის გამოხატული კიდევ რაღაცა იმიტომ რომ ხშირად ამ წრილად ან რეალურად ჩვენ რაღაცა დაცვის მექანიზმები სულ გვაქვს ხო რაღაცა ყოველთვის ერთვება ხოლმე თუ გაუცნობიერებლად ვართ და ხშირად მარტო ერთი კი არ არის ხოლმე არა კიდევ რაღაცა მოყვება შეიძლება ანუ ან იქიდან დაიწყო და რაღაცა მოყვა და ასე შემდეგ
მაგრამ წამყვანი რომელიღაც უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ ხო პერიოდებიც ხდება, რომ აი ადრე ერთი იყო წამყვანი, ეხლა შეიცვალა და ეხლა სხვა არის წამყვანი რაღაც პერიოდში. აი ეს პრინციპში ძალიან მეგონი იცი რა მე არ მომწონს რომ მარტივია, ინტერნეტ მარტივად არის ჩამოყალიბებული და არც არის ბევრი ის დაცვითი მექანიზმები, რაც ყველზმა შემოგთავაზა, როგორც კონტაქტის წყვეტის, ასე ვთქვათ, მექანიზმები და რომ დავაკვირდეთ საკუთარ თავს და ნახოთ, გამოვიჭიროთ და გავაცნობიეროთ ეს საკუთარი თავი, მაგრამ ზოგადად აი ეს კონტაქტის, აი როგორ კონტაქტში ვარ ზოგადად საკუთარ თავთან და როგორ გამოვხატავ ამას, ხო? აი როგორ გამოვხატავ, ჯერ როგორ კონტაქტში ვარ და როგორ გამოვხატავ. ეს სხვათაშორის აი პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში გამოიხატება საკვანძო კონფლიქტის თემაში. რატომ იცი? ნახე, არის სამგვარი რეაგირება კონფლიქტზე, სამგვარი რეაქცია, ან როგორ გამოვხატავ, ხო? ერთი არის გახსნილობა, ღიაობა, როდესაც მე აბსოლუტურად კონტაქტში ვარ საკუთარ თავთან, კონტაქტში ვარ საკუთარ საჭიროებებთან და ღიად ვლაპარაკობ ამის შესახებ, მაგრამ აქ არის ერთი საფრთხე, რომ ღიაობა, გახსნილობა შეიძლება გადაიზარდოს ხანდახან სხვისი საზღვრების შუაში. ხდება ხოლმე ხანდახან ესე, რომ გადაჭარბებული გახსნილობა სხვის საზღვრებს უახავს. ეს არ არის მართლაც კარგი. არის კიდევ ეგრეთ წოდებული რეაქცია, ეგრეთ წოდებული თავაზიანობა, აი ეს არის როცა მე მინდა რომ კაკი გოგოვიყო და არ ჩამთვალოს ახლა უზრდელად, არ ჩამთვალოს ამ ადამიანმა რაღაც ისე სასწაული ენერგია ჩვენთან. მოვიწყდით ყველაფერს, გავჩუმდები. ანუ ამ დროს მე საერთოდ არ ვარ კონტაქტში საკუთარ საჭიროებებთან, საკუთარ მოთხოვნილებებთან, კონტაქტში ვარ იმ ადამიანის მოთხოვნილებებთან. ვის გამოც მე ახლა ვჩუმდები და არაფერს არ ვამბობ. და სწორედ ეს შემდეგ გადაჭარბებული თავაზიანობა იწვევს ხოლმე შემდგომში ესე იგი ესეც ძალიან მძიმე ქრონიკულ დაავადებებს ეს ერთმანეთზე დაყვავდა ეს თავაზიანობა და გაშუმება როგორც ტროფლექსიის დროს ხო და მესამე ვარიანტი ეს უკვე არის ბალანსი აბსოლუტური როდესაც მე კონტაქტში ვარ საკუთარ საჭიროებებთან ზუსტად ვიცი მე რა მინდა ამას გამოვხატავ, მაგრამ გამოვხატავ იმ საზღვრებში, რომლებიც არ შეეხება, არ დააზიანებს ადამიანის საზღვრებს. სხვათაშორის აი ჩემი რეტროფლექსია, რომ ხედავდი, მსგავსი რუკავისაც ქონდა და მე მაქვს სატურნის სასწორში, იუპიტერთან ერთად. სასწორი ზუსტად ეს არის საზღვრები, სხვების საზღვრები, ძალიან დიდი პატივისცემა ამ სხვების საზღვრების და ან მეშვიდე სახლი ახლა ვინც მისმენს უფრო კარგად გაიგებენ მსგავსი სასწორული ენერგია, ან დომინანტური ვენერას ენერგია ჩვენთან, ან მთელი პლანეტების სასწორში. სულ ეს ხდება რეტროფლექსია თუ განვითარდა სასწორის გამო სხვების საზღვრების პატივისცემა საკუთარის ხარჯზე. აი პირდაპირ რუკითან შეგვიძლია აი ზუსტად რაც თქვი ეს არის იმიტომ რომ სხვისი საზღვრების პატივისცემა საჭიროა და ამას ჩვენ ვაკეთებთ ხო კორექტულად გამოხატ მაგრამ არა საკუთარის ხარჯზე არა ისე რომ მე ჩამიგდოენა მე გავჩუმდე მე გადამიარო თავზე ჩემ ხარჯზე არაფერი არ უნდა ხდებოდეს აი სწორედ ეს არის სხვისი პატივისცემა მაგრამ არა საკუთარ ხარჯზე ეს არასქმის ხელოვნებას შედის ამაში რომ საკუთარ ხარჯზე არ მოხდეს რაღაცეები და ზოგადად აი ისეთი აქაც გაცნობიერებებია რაღაცის სიტყვით აქაც უნდა გაცნობიერდეს ეს რომ მე ხო საერთოდ სანდრა ვარ და რას ვაკეთებ აი მე რომ ვიღაცამ დამიძახა და მე თაფუს მოგლეჯილი გავვარდი იმის მიუხედავად რომ
რაღაცა საქმე მქონდა გასაკეთებელი, აი როგორ ვარ მე მაგ? თუ მე შემეძლო მაგალითად მე თქვა, რა თქმა უნდა ძალიან კეთილმოსურნეთ, ანუ არ გამეგდურის ადამიანი და არ მეთქვა რომ ახლა ვსვე მე აცალია და თავგამანები არა. მაგრამ მე თქვა იცი რა მე ახლა გარკვეული საქმე მაქვს მე არ შემიძლია, მაგრამ მე მეცლება სამავს მაგალითად. ან მე მეცლება ხვალ. როგორია ეს შემთხვევის? რომ ჩვენ ვთქვათ დღეს საღამოს ან ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს, ან კონკრეტულ დღეს შევხვდეთ, როდესაც მე მცალია. ან ვისაუბროთ ტელეფონით შეიძლება, ხო? ვერ მოვალ, მაგრამ აბა იქნებ ერთმანეთს დავეკონტაქტობ და შენ ყველაფერი მომიყვე. აი ასეთი დაბალანსებული ვარიანტები რაც ხშირად რთული არის ხოლმე ადამიანებისთვის, რომ ვინც შეშველია იმას, რომ კარგი უნდა იყოს. ფსიქოთერაპევტის კაბინეტიდან ცუდ გოგობიჭებს უშუალოდ. სხვათა შორის თერაპიაში არის ცნობილი, რომ მიდიან, რომ შემდგომ ძალიან ერევათ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და იწყება სერიოზული კონფლიქტები. და ეგ ჩვენ ვიცით, აი რომ მიდის ამა მეგობარი მაგალითად გავუშვი თერაპიაზე, ხო? და ვეუბნები რომ შენ ცოტა ხანში ძალიან არა კომფორტული გახდები მეუღლესთვის და დედიკოსთვის მაგალითად. მე მაგ ფაზას გადადის და შემდგომ არის უკვე ის პერიოდი, რომ კონფლიქტი, დაპირისპირება, ის რაც ადრე უნდა ყოფილიყო, ის ჩერდება და ზუსტად აი ეს საზღვრების დაცვით უკვე ბალანსს ვსწავლობთ. ჩვენი აჯანყება ჰარმონიულად როგორ მოვახდინოთ გარემოსთან, ისე რომ ნაკლებად შევქმნათ კონფლიქტები. და ეს პირველადი ეს კონფლიქტურობა თერაპიიდან, ეგეც ეტაპი არის თავისებული. იმიტომ რომ მე ეგეც ლაგდება გარკვეულწილად. თქო თავიდან აუცილებლად ხდება ისეთი ცვლილება, რომ აღარა ვარ ჩვენ ისეთ კომფორტულები, იმიტომ რომ ვიღაცა შესაძლოა იყო ჩვენ საზღვარში გადმოსული. ხო? კი და ხდება კონფლიქტების ძალიან გამძაფრება. როდესაც ჩვენ უკვე ვიწყებთ აი ჩვენი საზღვრის დაცვას, ხო? როგორ აი ჩვენ საზღვარში იყო გადმოსული, როგორც თქვით, ამო. და ჩვენ ვიწყებთ ამ ჩვენი საზღვრის დაცვას და იმ წუთში ხდება ეს აფეთქებები რაღაცა ესეთი ატომური ბომბით, რომელიც ოვერს იქ თავის სოკოს, თავის ყოყალს და იწყება თან როგორ იწყება, იწყება დისკუსიები, იწყება დადანაშაულებები, რეალური კონფლიქტები იწყება და აი ეს რაღაც კონფლიქტური სიტუაცია, სადაც მე მადანაშაულებენ რაღაცაში, იმიტომ რომ ვიცავ ჩემს საზღვრებს, მე ასუხობ რაღაცას ვიწყებ თავის მართლებას, ჯერ ესე იგი გამოუცდელ კლიენტებს აქვს ხოლმე ესე თავის მართლებას იწყებენ ხოლმე და მე უკვე როდესაც გარკვეულ გამოცდილებას მიიღებენ, ვთქვი, რომ თავის მართლებას საუბარი უნდა დაიწყო. უნდა თქვან, რომ უკაცრავად ეს ასეა. მე ასე ვთვლი. მე ასე მინდა და არა ის რომ შენ რატომ აკეთებ ასე, აბა შენ არ გწყვენია რომ შენ მე ასე მიკეთებ, არა, მე მიმაჩნია ასე, ამიტომ ეს ასე იქნება, მე ამას ასე გავაკეთებ. სხვათა შორის აი ეს ჩვენი საზოგადოება იცოდა რომ ფართოდაც შევხედოთ, ხო? ძალიან სერიოზულად ჩამოყალიბა ეს კონფლუენციას ფაქტიურად, ოღონდ აი საზოგადოებაზე რომ ხელისუფლებებს, აი საბჭოთა კავშირმა, მოდი ესე ვთქვათ, ცოტა გარყვნა საზოგადოება. ზუსტად ამ კუთხით, რომ აი საზღვრები არის მოშლილი, იცით? და ეხლა ევროპის საზოგადოებაში არ არის ესე მძაფრად პრობლემა როგორც ჩვენ საზოგადოებაში. ინტროექტები და კონფლუენცია, ან ინტროექცია და კონფლუენცია მოხდა, ესე იგი აი საბჭოთა კავშირის პერიოდიდან აი ეს ორი მექანიზმი შეგვატენეს, ანუ ინტროექტები, როდესაც გვეუბნებოდნენ ესესია, დისკუსიას არ ექვემდებარება. ინდივიდუალიზმი არ არსებობდა საერთოდ. ხო, არა შენი აზრი საინტერესებს. დისკუსიას არ ექვემდებარება, ეს ასეა, ანუ ინტროექტი და მე კონფლუენცია მე შეცდომა ხდებოდა, ხო, აბსოლუტურად, იმიტომ რომ ნახე, იმიტომ რომ შეცდომა ხდება ძალაუნებურად მონა თავის ბატონთან ყოველთვის შეწყრულია, ხო?
იმიტომ რომ მე როგორც ბატონი მას როგორც ეს ცნობილი გამოთქმარი თევზს ვაძლევ. აი როდესაც მე ვსწავლობ თევზის დაჭერას, აი გლობალ კონფერენციაში არავისთან მე დამოუკიდებლად ვაკეთებ, მაგრამ საქმეც ეს არის, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც ასე ვთქვათ, დიქტატორული სახელმწიფო და რეჟიმი ამ საშუალებას არ ძლეოდა. მას არ აწყობდა ეს. მას უნდა მიეცა თევზი და არ ესწავლებინა ანკესით თევზის დაჭერა. ჩამოართმევდა ანკეს ყველას ბოლო-ბოლო. თუ ვინმე ჭკვიანი აღმოჩნდებოდა და ისწავლიდა. კონფლუენცია იშლება ამ დროს, ხო? და სხვათა შორის შენ უნდა იყო შერწყმული, შენ უნდა იყო ჩემი გაგრძელება, შენ უნდა იყო ჩემი შლეიფი. და ეხლა აი ამ პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩვენთან ძალიან აქტიურად არის პოსტსაბჭოთა მენტალობა, ხო? აი ეს დაცვითი მექანიზმები და როგორ ადვილად შემოვიდა რუსული მენტალობა ჩვენში და წყობაც კი, მარტივი წყობაც. ძალიან მარტივია, იმიტომ რომ შეჩვეულები ვართ ამ ინტროექციას, ხვდებით და ეს ინტროექცია იდეაში კიდევ რა არის? ხო, ეს არის აი ესეთი გაუაზრებლად ვიღაცა ქარიზმატული ლიდერის იდეების მიღება. ხო, პირდაპირ ვიღებ, კი არ იაზრებ რა ხდება. პირდაპირ ვიღებ ამას, ანუ მას კარგად მოაქვს. ქარიზმატულად მოაქვს რაღაცები. ნუ გვაქვს ამის გამოცდილება, ხო, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გერმანია აბარა იყო. ქარიზმატული ლიდერი ყავდა ჰიტლერის სახით და ისე მიუტანა ეს იდეები, რომ აი პირდაპირ გაუაზრებლად ხდებოდა ამ ყველაფრის ყოლაყოლა. რაღაც ჰიპნოზური მას შევიდნენ მაშინ პროპაგანდის და ამ პროპაგანდის გაგრძელებას ვხედავთ ახლა. ოღონდ უკვე მასშტაბურად და ისეთი განცდა მაქვს, რომ აი ამ მახინჯი იდეოლოგიის ცენტრი მაინც ისევ საბჭოთა კავშირია, ანუ რუსეთი, მისი მემკვიდრე. კი, რა თქმა უნდა. თელ მსოფლიოში აი ეს ნებისმიერი დიქტატორული ქვეყანა. რაც გინდა აიღეს საბჭოთა კავშირი, დღევანდელი რუსეთი, ფაშისტური გერმანია, ნაცისტური უფრო სწორად გერმანია. ეს ყველაფერი ერთსა და იმავე პრინციპებს ემყნობოდა და იყო მაშინაც ახლა ასე ვთქვათ პოლიტიკაში შესვლა არ მინდა, მაგრამ არც არის პოლიტიკაში შესვლა, მაშინ უბრალოდ იმან უშველა საბჭოთა კავშირს, რომ დაასრულა გერმანია და თავდაესხა. დაასრულა თავდაესხა და როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, ოღონდ ამ ბოლო დროს ესეც რატომღაც ეჭვის ქვეშ და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, თავდამსხმელი არის აგრესორი და ვინც თავის ქვეყანას იცავს, ის მართალია, ის გმირია. ყოველ შემთხვევაში ასე იყო აქამდე. ხო, ასე მოვედით და იმ პერიოდში სწორედ იმიტომ აღმოჩნდა საბჭოთა კავშირი მართალი. და სწორედ იმიტომ აღმოჩნდა გერმანია ასე ვთქვათ აგრესორი, რომ ის დაესხა. თუმცა ზუსტად იგივე საკეთებს რუსეთი ახლა. იგივე დიქცა. ბოლომ მაინც გამოვიდა ის. მოხედავ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბევრის მხრიდან ის, რომ ვინ არის აგრესორი და სამშობლოს რო იცავ, ანუ კარგია? პროპაგანდისტული. და ბაბაია დაუძახოთ იმას. ხო. და რა არის იცი? პოლიტიკური არ არის, ეს სოციალური ფსიქოლოგია ძალიან ახლოს არის, ეს ზუსტად რომ ჩვენ თუ ინდივიდებზე ვლაპარაკობთ, ახლა მე რომ დაცვით მის მექანიზმში ვარ. არის ერისთვის დამახასიათებელიც კიდე ცალკე დაცვითი მექანიზმი, რომელიც განპირობებული იყო რაღაც მოვლენის გამო და ეს საბჭოთა კავშირმა მოიტანა ჩვენში ეს კონფლუენცია მაგალითად ეს ინტროექტი, რომლისგანაც ჩვენ ვერ გამოდივართ დღესაც. და აი ჩემთან რომ მოდიან ხშირად, ხო? არის მშობლებისგან აი ამ ორ დაცვით მექანიზმთან ბრძოლა და ეს არის კომუნისტური გავლენა და პირდაპირ ვამბობ ხოლმე რომ ჩვენი წინა თაობა კომუნისტური, ანუ აქ არ ხდება როგორც ინდივიდების რაღაცნაირად აღწერა, ხო ხდებით აქ ხდებით რომ გავლენა სოციუმიდან, ხო პოლიტიკური გავლენა, რომელიც მე ერები ჩამოაყალიბა და ამ ერებმა იმხელა პრობლემები გადმოგცა შთამომავლობით.
მე ამიტომ წდება ხოლმე გული, აი თუნდაც დღეს ეხლა ან ისეთ რაღაცას ვამბობ, მაგრამ აი პოლიტიკურად რატომ წდება გული? მე აი ამ შორ მომავალს ხედავ, ჩვენთან რა იქნება, ხო ხდებით? თუ აქ მართლა რუსული სისტემა მთლიანად შემოვიდა და მე ვიცი რომ შემოვიდა უკვე ამას აღარაფერი აღარ ეშველება დიდი ხანი. მაინც ისე გეუბნებით, მე აი ამ შორ მომავალს ხედავ. მე აქ ფსიქოლოგიურად ხედავ ეს რა იქნება მერე, ხო ხდებით? ჩვენი შვილების თაობა, მათი შვილების თაობა რა ძიმე აი ამ სოციალურ დაცვით მექანიზმებში წავლენ, იმიტომ რომ ჯანსაღ საზოგადოებაში არ არის ამ ხელა პრობლემები. განვითარებულ სოციუმებში და ჯანსაღი განვითარებული პროგრესული ქვეყანა აი ფსიქოლოგიურად როცა თავისუფლად მიდის ადამიანი ხა ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ ეს ყველაფერი ხო განვითარებული ქვეყნების მონაპოვარია ხო ეს მთლიანად იქ ნაზრევი იქ გამომუშავებული ეს ყველაფერი არის მთელი ცოდნა მოდის ჩვენთან ცივილიზებული თავისუფალი მსოფლიოსგან სადაც არ არის ეს ხელისუფლებისა და იმის საზოგადოების შერწყმაში ჩვენ ვერ განვითარდებით გამორიცხულია ხო და ეხლა ზუსტად ეგ მიდის ეგ სცენარი ამიტომ მე უფრო მაინტერესებს ხოლმე როგორც ინდივიდუალური ფსიქოლოგია ასე ნუ ზოგი პოლიტიკას ეძახის ეს პოლიტიკა არ არის ესეც ფსიქოლოგია არის ესეც ერების ფსიქოლოგიას აყალიბებს ფსიქოლოგია თან ეს არის სოციალური ფსიქოლოგია და გავლენის ფსიქოლოგია მიმართულება როგორ უნდა მოახდინო გავლენა და მერე ჩვენი პრობლემები ეს არის მშობლების პრობლემები და ეს მშობლები იყო იმ პოლიტიკური გავლენის მსხვერპლი გარკვეულწილად ხო და აი ეს თაობებში ესე მიდის ჩვენ ეხლა ჩვენი თაობები ეხლა ებრძვიან იმ კომუნისტურ ინტროექტებს რეალურად პოლიტიკაშიც ეხლა აქციებზე რო ახალგაზრდები გადიან ებრძვიან იმ ინტროექტებს კომუნისტურს აქ შეიძლება ახალგაზრდაც იყოს მაგრამ აი კომუნისტური პოსტკომუნიზმი არის ჩვენთან საზოგადოებაში ხო ნარჩენებს ვეძახი ეს პოსტკომუნისტურ ნარჩენებს რომელიც რუსულმა რაღაც ძალამ გააქტიურა ხო ითამაშა ამით ძალიან კარგად და ეს არის მარტივი იქიდან გამოსვლა იცი ეს ყოველთვის ძალიან რთულია უნდა ვაღიაროთ ეს რომ სირთულე ძალიან დიდია აქედან გამოსვლის მით უმეტეს ჩვენ თუ გავითვალისწინებთ იმ შლეიფს რომელიც კიდევ მანამდე მოყვებოდა იმიტომ რომ ორი საუკუნე ფაქტობრივად ჩვენ ანუ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ჯერ ვიყავით ესე იგი მეფის რუსეთის ასე ვთქვათ გავლენის ასე ითქვას და შემდეგ უკვე 3 წელი ეს დამოუკიდებლობა და ისე მე უკვე საბჭოთა იმპერიის მონარქია რომ ჩვენ ძალიან გაგრძელდა ეს და რთულია როდესაც ასე გრძელდება რამდენი ხანია ადამიანი ეჩვევა ეს გადასდის მის ბუნებაში მის ხასიათში გადადის გარკვეული შეხედულებები გარკვეული ღირებულებები ფასეულობები ხო რაზეც დავიგე ჭავჭავაძე კაცი ადამიანი ხო აი ის რაც მაშინ გაუჯდათ ქართველებს ამაშორს თავადებს და აი როგორ ფაქტიურად ესეთი კომიკური ირონიულ სატირული სახე მოგვცა მაშინდელი პროვინციელი ქართველი თავადის ხო უასწავლით ეხლა ყავს ეგეთები გერმანიის ელჩს რო თავს ესხმიან მაგალითად ეგეთი უარსაბები ყავს ეხლა უბრალოდ თავადები არ არიან მაგრამ საკუთარ ხანი მოგვიწია იქ საბედნიეროდ თქვათ ბალტიისპირეთისთვის მასთან ეს ცოტა ხანი იყო მაინც მათ ვერ მოასწრეს არ იყო იმდენად დიდი ხანი რომ მოესწროთ ეს გადასულიყო ასე ვთქვათ მათ რაღაც შინაგანი ხასიათის რაღაცა ნაწილი გამხდარიყო საბედნიეროდ ეს არ იყო იმდენი ხანი და ვერ მოესწრო მაგრამ ჩვენთან ძალიან დიდი ისტორიული შლეიფი გვაქვს და რთულია და პლუს კიდე ჩვენი ხასიათის ცოტა ესეთი ამყოლი ცოტა ესეთი ლაითი ცოტა არაპრინციპული ხშირად ხო აი ესეც
ხო, იცით, მაგის ბრალია, რომ ჩვენ თავს დიდი ხანი არ ვეკუთვნოდით და ცოტა ბავშვები ვითავართ. აი, ხა თუნდაც პოლიტიკასებს რო შევხედავ ხოლმე, აი პატარა ბავშვები არიან, ვერც აცნობიერებენ პასუხისგებლობას საერთოდ, ხო? ოპოზიციას თუნდაც გავაკეთოთ, რომ ისეთი მაგრები ვართ და კარგები ვართ და მომშველიებს ხოლმე ჩვენს ისტორიას, რომ აი ჩვენ როგორები ვიყავით, აი ჩვენ კი ეს გასაგებია ჩვენი სურვილი ამის იმიტომ და სწორედ იმიტომ რომ კარგახანი არ გქონია ამის შესაძლებლობა რომ გამოგვეშმამლებინა ეს საკუთარი თავი, მაგრამ აი სწორედ ეს არის რომ დაცვითი მექანიზმები კი არ მოვიხმოთ აქ, არამედ თვალებში შევხედოთ რეალობას. და ამაში არაფერი ცუდი არ არის, არც დამამცირებელი არ არის ხალხო არაფერი ამაში, რომ ჩავხედოთ თვალებში რეალობას და ვაღიაროთ, რომ ძალიან კარგია, რომ დიდი ისტორია გვაქვს და ნამდვილად უფლება გვაქვს, რომ ვიამაყოთ ამ ისტორიით, ნამდვილად. და ზუსტად ეს გვაძლევს პასუხისგებლობას, მაგრამ ძალიან ბევრი განისაზღვრება და ზუსტად განისაზღვრება შენი არსი იმითი დღეს რა ხარ, დღეს რას წარმოადგენ, რას აკეთებ, როგორ აკეთებ, როგორ კონტაქტში ხარ გარემოსთან, ისევ და ისევ, როგორ კონტაქტში ხარ საკუთარ თავთან და თუ აქ ვერ ხარ, ისევ გეშტალტ თერაპიის კონცეფციები რომ მოვიხმოთ, თუ აქ ვერ ხარ, თუ შენ უჭანახევარად დარჩი, შენის ისტორიას ვერ გიშველის. ვერაფერს ვერ გიშველის. იმიტომ რომ შენ უნდა გახდე შენი ცხოვრების ავტორი. შენ უნდა გახდე შენი რომანის გმირი. შენი რომანის გმირი სხვა ვერ იქნება. ვერც ბაბუა და ვერც გმირები. ჩვენ აი მე რო ვარ. შენ რო ხარ თამო. აი ჩვენი მაყურებლები რო არიან. თვითონული თქვენგანი არის თავისი ცხოვრების გმირი, თავისი რომანის გმირი. და ჩვენ თუ ამას მივხვდებით და ვიმოქმედებთ შესაძლებად, აუცილებლად ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ყველაფერი გადაეწყობა. ყველაფერი ძალიან შეიძლება. მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ჩვენ სახედია რაღაცა და გავიაზროთ გავაცნობიეროთ საკუთარი თავის მნიშვნელობა ჩვენი ცხოვრების აი ამ ეპიცენტრში, გავხდეთ რეალურად ჩვენი რომანის გმირები და ავიღოთ პასუხისმგებლობა და მასშტაბზე რა არის პასუხისმგებლობა? ეს არის არჩევანის გაკეთება. არჩევანის გაკეთება ყოველდღიურად, ყოველ კონკრეტულ საკითხზე. და პასუხისმგებლობა. ეს ხაშეს ქვეყანას ეგმისია. ხო, მე შემიძლია გახსოვდეს შენ პასუხი, თან რა არის პასუხისმგებლობა, response ability, ხო, ability to response. ხო, მე შემიძლია შენ მოგიყვეთ ამო, რომ აი ეს რამე რო ესე გავაკეთე, ნახე, აი ესეა და ამიტომ. მე მაქვს არგუმენტები, მე შემიძლია, მე მართალი ვარ, მე გაცნობიერებული მაქვს ის, რა მირჩიე და რატომ გავაკეთე. და ეს აქ ქვეყანას მისია, აღმავალი კარმული მისია გვაქვს თხის რქაში და მეექვსე სახლში და ეს პირდაპირ არის ჩვენთან პასუხისგებლობა და შრომა, პრაგმატიზმი უნდა ვისწავლოთ. ჩვენ ხო საზოგადოების დიდი ნაწილი ხო მაგიურ აზროვნებაშია. მითები, გამოლოცვები, სხვადასხვა კონსტანტინე გამსახურდია. თარის მოტაცებაში ძალიან კარგად აღწერს ამ მითურ აზროვნებას, შამანურ აზროვნებას, ხო, განსაკუთრებით სამეგრელოში უყვართ ხოლმე ეს და მაინც პირად ჩვენ რუკაში არ გვაქვს ეს მისია. ჩვენი არის პირდაპირ აი პასუხისგებლობების აღება, გაზრდა. ფსიქოლოგიური გაზრდა და მე მგონი ამ ბავშვობის როლიდან უნდა ძალიან საყვარელია ბავშვი. ყველას უყვარს, ყველას მოწონს. მე ქართველები ყველგან რაღაც ისეთები ვართ, სადაც არ უნდა წავიდეთ ხოლმე. ხო თბილები, მოსიყვარულეები, რაღაცების ამის დათმობაც ალბათ მოგვიწევს მე რომ გავიზრდებით, ხო? ცოტა ფსიქოლოგიური. ადამიანი შეიძლება იყოს პრაგმატული, იცი რა არის? აი ამაში არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ხალხო, მე მინდა რომ ჩვენ ყველა ეს ვიცოდეთ, რომ ერთი რაღაცის განვითარება სულაც არ ნიშნავს ნორმალური რაღაცის დათმობას.
მთელი ჩვენი სიკარგე საინტერესოება მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ჩვენ ესეთებიც შეგვიძლია ვიყოთ და ისეთებიც. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ პრაგმატულები, მაგრამ ამავე დროს ვიყოთ ძალიან თბილები, მოსიყვარულეები და დამხმარეები. ერთმანეთს ეს საერთოდ არ მოიწყავს. Absolutely. აი ტოტალური უპასუხისგებლობა არის ხა მთელ პოლიტიკურ სივრცეში, საჯარო სამსახურების ხელმძღვანელებში. საერთოდ ერაცნობიერებენ პასუხისგებლობას და არ იღებენ პასუხისგებლობას არაფერს. არ ვარ, იმიტომ რომ აი ჩვენ რაც ვთქვით, აი ის რაც დაიწყოს პირველ წელს და შემდგომ გაგრძელდა საბჭოთა კავშირში, ამან რა მოიტანა ფსიქოლოგიურად რა მოიტანა? იმიტომ რომ პოლიტიკურად ვიცით რაც მოიტანა, ხო? ანექსია და ასე შემდეგ. ფსიქოლოგიურად რა მოიტანა? სწორედ ეს, რომ რაგანაც ეს ჩემი აღარ არის, ჩემი აღარ არის. ვიღაცა მიწვიდავს რაღაცის, მაგრამ ის პასუხისმგებლობაა რა. მე საერთოდ ჩემი რა საქმეა? ის არის სათავეში, ის წვლიტავს. მე აქ საერთოდ აზრი აღარ აქვს, ხო? არა, მე აღარ თამაშობ. ჩვენი სახელმწიფო აღარ გქონდა, ჩვენ გადავეჩვიეთ ამ პასუხისმგებლობების აღებას. ფსიქოლოგიური მომენტია ეს. და რა კარგად იყენებს მტერი სხვათა შორის ზუსტად ამ ჩვენ ფსიქოლოგიურ სისტემას და შესაძლოა არა, იქ აუცილებელი კი არ არის, რომ შემოგესიო და თავები წაგასამოს და უცელი გამოგიპატროს. არა, დაგიმონებს ძალიან შრომულად. ფსიქოლოგიურად. გასწავლის იმას, როგორ უნდა მიენდოს ხმას გადაწყვეტილებების მიღებაში. გეტყვის არა, მე გადაგიწყვეტავ კაცურად იტეხაში. მე ყوار. ხაბიტანელიკა. თუ აქვთ სურვილი მონაწილეებს კითხვის დასმის მინდა შევთავაზო. თუ რამე გაუგებარია, თუ რამე კომენტარიც თუ არის. არ გინდათ რამე ჩაერთოთ მეგობრებო. აზრი გამოთქმა თუ და კომენტარი. ან უკავშირი მიიღოთ ჩვენ ჩართვის, მივიღოთ თქვენგან. ეგოტიზმი თუ შეგიძლიათ აგვიხსნათო. კი, ეგოტიზმი ისეთ როგორც მე დაიმატა, რომ რაღაცები ემატება ხოლმე. ეგოტიზმი არის, აი დაახლოებით ნახეთ როგორი რაღაცაა. ეს როდესაც მე აი გოგოს როა ვისაც აქვს საკეთული შეიძლება ფუტლარი ხო? აი ყველა ღილზე ვარ შეკრული და იმდენად ვარ ჩაღრმავებული საკუთარ თვითდაკვირვებაში, საკუთარ თვითანალიზში, რომ ეს სიკეთის მომტანი კი არ არის. იმიტომ რომ ხო ვიცით რომ თვითრეფლექსია ძალიან მაგარია და ძალიან კარგია რომ ალბათ აღვიძი საკუთარ თავს და ასე შემდეგ. არა. ეს არის უკვე გადაჭარბებული პათოლოგიაში გადასული, აი ეს საკუთარ თავზე დაკვირვება, შინაგან ამბებზე დაკვირვება, როგორც მაგალითად, აი ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც გამოიპრანჭა, წავიდა წვეულებაზე, არის ძალიან ლამაზი და წვეულება, ანუ მისთვის მიდის იქ რომ დრო გაატაროს, ხო? ანუ ეს არის წვეულების აზრი. რომ მე მივდივარ, რომ კარგი დრო გავატარო. და დროის გატარების მაგივრად ის იწყებს იმაზე კონცენტრირებას, როგორ მოძრაობს, როგორი ნაოჭები აქვს კაბას, რანაირად იქნეს თავს. აი ამაზე არის კონცენტრირებული და ის ვერაფერს ვერ აღიქვამს გარშემო. ის არის აბსოლუტურად გასული მომსახურების ალიდა. ხო და აი ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ხელი შემშლელი ადამიანებისთვის. ხო? და მისთვისაც. ჩართულია ვეღარ არის უკვე გარემოსთან. მისთვის არის და ეს არის როგორც წესი, ხალხო არის მუდმივი უკმაყოფილების ასე ვთქვათ საფუძველი, მუდმივი უკმაყოფილების საფუძველი, იმიტომ რომ საკუთარ თავში საკრიტიკოს ყოველთვის იპოვე, ხო? და ყოველთვის იტყვება, ეს კული ესე არ მქონდა და იქ რაღაც ვერ მიმოძრალა ისე როგორც მე მინდოდა, ხო? უშნოდ ვიყავი. ხო. დანარჩენებს ხო არა გაქვთ რამე კითხვა? არ მოგერიდოთ.
პირიქით. ესეთი ძალიან გასაგებად ახსენეთ ყველაფერი. კი, აშკარად. კაპიტანლიკა. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი დროისთვის. ძალიან დიდი მადლობა ესე კომპეტენტურად და ესე კარგად რომ აგვიხსენით ამ საზოგადოებასაც რომ ესე აუხსენით. მართლა ძალიან დიდი მადლობა. აი სანთლით ვეძებ ხოლმე ისეთ თქვენერ საინტერესო გეშტალტ თერაპევტებს და მადლობა კიდევ ერთხელ რომ ამ საზოგადოებასთანაც შემოხვედით. თქვენი დრო აგერ საათ ნახევარი თითქმის გამოგვიყავით და ძალიან გთხოვთ რომ ხშირად იყოთ ხოლმე ჩვენი ესე რომ თქვა სტუმარი და ხშირად როცა თქვენ მეტყვით, მაშინ შემიძლია რომ დავაორგანიზო ესეთი შეხვედრები, იმიტომ რომ მართლა გვაკლია ესეთი აი ჩვენ საზოგადოებას აკლია აი ისეთი ელემენტარული განათლება, რომელიც აი თუნდაც აი ამ საზოგადოებამ სხვანაირად როგორ უნდა შევიცვალოთ, ხო აი საზოგადოება რომ ვამბობთ საზოგადოების ცვლილება, ეს პიროვნულად ჩვენ თავისგან იწყება ეს ყველაფერი. და როცა ინფორმაცია არ არის, ძალიან ჭირს, იცით, ძალიან ჭირს, რომ აი რაღაცნაირად ინსტრუმენტები შევიძინოთ ხოლმე და ხა თერაპიაზეც მე რო ხშირად ვამბობ, რომ თერაპია ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? აი თუნდაც ამ დაცვით მექანიზმებს თერაპევტის გარდა ჩვენ შეიძლება კი ასტროლოგიურად მე რაღაცა ნახოთ ეს რომელ ინტროექტში ადამიანი ან რომელ იმაში არის ადამიანი, მაგრამ სამუშაოდ აქ თერაპევტია შეჭირა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და თქვენ გაქვთ გამოცდილება ახლა ამ ყველაფერზე მუშაობის თერაპიულად და იცით შედეგებიც როგორი არის მე გაცნობიერება რამხელა ძალა არის და მე მგონია ჩვენ საზოგადოებას ეს ჭირდება ყველაზე მეტად. კი, გაცნობიერებაში არის მთელი ძალა, რა თქმა უნდა, გაცნობიერებაში არის მთელი ძალა და ყველაფერს რასაც ჩვენ კარგად გამოვიყენებთ, გაცნობიერებულად გამოვიყენებთ, ყველაფერი დაგვეხმარება. იმ მაგიურ აზროვნებასაც გაცნობიერებულად თუ გამოვიყენებთ, ეს ძალიან დამხმარე იქნება ჩვენთვის რა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ სულერთი არას დავარქმევთ ამას, იქ პროექციას დავარქმევთ თუ იმას, რასაც მაგალითად მე ვაკეთებ კლიენტებთან მეტაფორული ბარათების გამოყენებით, ხო და როდესაც გიჩნდება რომ როგორ მე ვიღებ ბრმად ბარათს და როგორ მაძლევს ყველაფერს იმას, რაც სწორედ ჩემი ისტორიაა და ჩემი განცდებია და ჩემი გრძნობაა, ხო? სინამდვილეში ეს პროექცირება ხდება, მაგრამ ვიღაც და მიყავს მაგიას. ძალიან გავს. და გარკვეულწილად არის ალბათ კიდევაც, უბრალოდ სხვადასხვა სახელმწიფოს ვეძახით ამას, ხო? სხვადასხვა ტერმინოლოგია გვაქვს ამისთვის. და კაპიტალიკა, მე მინდა გთხოვოთ პოზიტიურ თერაპიაზე პოზიტიურ ფსიქოკონსულტირებაზე შემდეგი ვიდეო რო გავაკეთოთ. წინასწარ ანონს პირობას ვიღებ თქვენგან, რომ ამაზე ვისაუბრებ. ჩემ თქო რომ აუხსნათ ვერა ხალხს უკვე რა არის ეს, როგორ მუშაობთ, რა ტექნიკით მუშაობთ და საერთოდ მე ესეთი განცდა მაქვს, რომ რეტროფლექსიის ხალხს განსაკუთრებით ჭირდება ხოლმე პოზიტიური ფსიქოკონსულტირება, იმიტომ რომ აი რაღაც ამ კუთხით ეს პოზიტიური ემოცია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? ძალიან დიდ მადლობას გეტყვით კიდევ ერთხელ. მადლობა მსმენელებსაც, ესე სპონტანურად ურანულად ჩავთე ეს ხალხი. ძალიან მეტი გამოვიდა მაინც და იმედია რომ მე იმედს ვიტოვებ რომ იყოს საინტერესო და გასაგები. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას თამო, დიდი მადლობა და მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდით და დრო დაგვითმეთ. პირიქით. შემდეგ უკვე დავაანონსებ თქვენს მოსვლას, ესე აღარ შევარდები. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა მეგობრებო თქვენც და დროებით ამას YouTube-ზე დავდებ ახლა ცოტა ხანში და დიდი მადლობა მოკლედ კიდევ ერთხელ და